ჩვენი ცხოვრება არის წამში დანგრეული ცხოვრება. მოწია ალფა ვეპი რაღაც. ჩვეულებრივად დაიძინა და ვერ გაიღვიძა. ირეკავს ჩემი შვილი გერმანიიდან და მეუბნება რომ დათო აღარ არისო. დილის დროს აუჩქარდა გული და გაუსკდა. სამხარაულის ბიუროში ვიდექით რიგში 5 მშობელი. 18, 19, ერთი იყო 17, ერთი 22 და ერთი 23 წლის ბიჭების გვამები წამოვიღეთ იქიდან შავი ცელოფნის პარკზე. კატასტროფული მდგომარეობა. უმძიმეს ესე მდგომარეობა არ ყოფილა 90-იან წლებში. ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვალების მიხედვით საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა. 1 საათით უნდა იდგეს ღამე აქ პოლიცია და 50 ბარიგას დაიჭერს როგორ დარბიან ამ სასაფლაოზე და ესიც ის ყველა. მათთვის არის ეს ჩვეულებრივი მოვლენა და ჩვენთვის ამაზე მეტი სიმწარე დედამიწაზე აღარ არსებობს. რატომ არ რეაგირებს სახელმწიფო, როდესაც ნარკოტიკების შავი ბაზრის აქტივობას სოციქსელებსა თუ სადარბაზოებში ყველა თვალნათლივ ვხედავთ. 59 მილიონი ფსიქოაქტიური ნივთიერება თანამდებობის მაღალი პირებს შემოქონდათ ქვეყანაში. და დღევანდელი ჩინოვნიკები არ არიან გარეულები. ნარკოტიკების ახალი მარშრუტი. საქართველო, როგორც სინთეტიკური ნივთიერებების სატრანზიტო ქვეყანა. რუსული ნარკოტიკით არის ავსე ქვეყანა და ყველაფერი წაგებულია. მოკვდა, დავიღუპე, დამთავრდა ხო ცხოვრება იქ. ეს არის საქართველოს კატასტროფა. ნარკოპოლიტიკის კრახი. როდის და როგორ ვიქეცით რისკის ზონად? გაეროს უახლესი ნარკოტიკების მსოფლიო ანგარიში. ჯერეს დასასრულია. დასასრული არის. შაბათს 22 საათზე ღია სივრცეში ფორმულაზე.